რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობრებთან საუბრისას შევიტყო, რომ თბილისის მაღალი დონის სალონებს კიდევ ერთი ნეო შეემატა. ხო და გადავწყვიტე, რომ Fashion Time მის პრეზენტაციაზე აუცილებლად უნდა მოსულიყო. მოდით ვნახოთ რა ხდება შიგნით. მოლოდინმა მართლაც რომ გაამართლა სილამაზის სალონის ინტერიერმა და იქ შეკრებილმა მომხიბვლელმა საზოგადოებამ ერთი შეხედვით გადაცემა Fashion Time-ზე ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. გამარჯობა ფიქრია. რა ხდება დღეს ნეონეოში? ესე იგი ჩვენ გვაქვს დღეს ახალი სალონის ნეონეოს პრეზენტაცია, რომელიც იქნება ერთ-ერთი ძალიან თანამედროვე და მოდური სალონი თბილისში. ასევე იქნება ყველა სახის მომსახურება, ეს იქნება ჩხილების დაგრძელება, თმების დაგრძელება, ბიოეპილაცია, გვეყოლება მასაჟისტი, კოსმეტოლოგი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, ჩვენი სპეციალური აქციის შესახებ, ყოველი მეოთხე ვიზიტი ნეონეოში იქნება უფასო. შევიტყვეთ თუ არა, რომ პრეზენტაციაზე მოსული ცნობილი ლამაზმანები ელეგანტურობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და ყველაფერთან ერთად სამომავლო თავიანთი ვიზუალის მოვლა პატრონობის ნდობას, მხოლოდ ნეონეოს პროფესიონალი სტილისტების, კოსმეტოლოგებისა და მასაჟისტებისთვის აპირებენ ჩვენს თვალში ახლად გახსნილი სილამაზის სალონი 1-2 ამაღლდა და მაშინვე დაგვებადა აზრი, რომ ნეონეოს სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები საკუთარ თავზე გამოგვეცადა. იმისთვის რომ ხალი იყოს ელეგანტური, აუცილებელია რომ იყოს ფორმაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ამისთვის საჭირო, აუცილებელი კრიტერიუმი? ისეთ რა არის, ხალხს უნდა ჰქონდეს შინაგანი მოთხოვნილება, რომ გამოიყურებოდეს ძალიან კარგად. ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი კარგი საშუალება. სილამაზის სალონი ეს არის ერთ-ერთი კაი საშუალება, რომ შეხვალ, თან დაისვენებ, მithumetes ძალიან კაი გარემო აქვს, ძალიან მომეწონა, დაისვენებ, რაღაც გავამაზდები და ყველა ქალისთვის, როცა კარგად გამოიყურებ და როცა იცი, რომ კარგად გამოიყურებ, ეს არის ნამდვილი სტიმული. რა არის საჭირო იმისთვის, რომ მანდილოსანი იყოს მომხიბვლელი? იმისთვის, რომ მანდილოსანი იყოს მომხიბვლელი, პირველ რიგში არის საჭირო ძალიან ხშირი ვიზიტი სილამაზის სალონებში, რომელიც ესე ძალიან მომრავლდა თბილისში, არის ძალიან ბევრი fashion სალონები, სადაც ყველაფერს ყურადღებას აქცევენ, არ შეგვეშინდება თუ კი გავიკეთებთ ლაქს ფრჩხილზე, ანუ ყველაფერი დაცულია, სტერილიზებულია და ვფიქრობ, რომ ზუსტად ის სალონია, სადაც შეიძლება იაროს ჩემი მოდის სამყაროს წარმომადგენლება. გარწყნილობის შერჩევა თავად ნეონეოს სტილის მივანდეთ. უმაღლესი ხარისხის თმის მოვლის საშუალებებმა და პროფესიონალის ხელმა საუკეთესო შედეგი ნამდვილად გვაჩვენა. ეს არის ფენისგან დამცველი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს და არცოს თმას. თუმცა მხოლოდ კარგი ვარცხნილობა საკმარისი როდია. მანდილოსანი, რომელიც ელეგანტურობას ედებს თავს, ვალდებულია სხეულის თითოეული სანტიმეტრი მუდმივად მოწესრიგებული და მოვლილი ჰქონდეს. მოწესრიგებული ფრჩხილი და ხელები აუცილებელი დეტალია იმისთვის, რომ მანდილოსანი კარგად გამოიყურებოდეს. სხვათა შორის ტუჩის საცხი, რომელიც დღეს მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია, ძველ ეგვიპტეში შექმნეს. იქ თურმე ჯერ კიდევ 5000 წლის წინათ ისვამდნენ ტუჩზე ცვილისა და რკინის ჟანგის ნარევს. ანტიკური ეპოქის ლამაზმანები ტუჩებს ცხიმიანი ფერადი თიხით იღებავდნენ. ძველ რუსეთში კი ბაგეები შესაფერადებლად ჭარხალს, მარწყვსა და ჟოლოს იყენებდნენ. თუმცა 21 საუკუნეში უპირატესობა მხოლოდ იმ იდეალურ ტუჩის საცხს ენიჭება, რომელიც ბაგეებს მსუბუქ ფერსა და ბუნებრივ ჭყვიალებას სცემს. მის მოვლის პროცედურები დაამთავრდა, მე მგონი დროა უკვე მაკიაჟზე გადავინაცვლოთ. ნეონეოში მაკიაჟის სასაკეთებელ კოსმეტოლოგი წავდა, რაც მთავარია მასაჟის სურვილებს აუცილებლად მოემსახურებიან.
დღევანდელ სიუჟეტს თუ ყურადღებით უყურებთ, მაშინ სილამაზის სალონ ნეოს ჩარევით მკვეთრ სხვაობას თბილსა და ახალ ვიზუალურ მდგომარეობას შორის უდაოთში ამჩნევდით. ხოდა თუ ამით თქვენც მოიხიბლეთ, სასწრაფოდ გამოიყენეთ შანსი, გახდით ნეოს ხშირი სტუმარი და მიიღეთ უდიდესი სიამოვნება საკუთარ სხეულზე ზრუნვით. იმისათვის რომ ჩვენ მანდილოსნები გარშემო ყოფთ და განხილვის საგანი რაც შეიძლება იშვიათად გავხდეთ, აუცილებელია რომ ყოველთვის ყველაზე მოწესრიგებულები და მომხიბვლელები ვიყოთ. ასეთ შემთხვევაში კი გადაცემა Fashion Time სილამაზის სალონ ნეოს სტუმრობას გირჩევთ. ხოდა თუ ამით თქვენც მოიხიბლეთ, სასწრაფოდ გამოიყენეთ შანსი, გახდით ნეოს ხშირი სტუმარი და მიიღეთ უდიდესი სიამოვნება საკუთარ სხეულზე ზრუნვით.